საკითხი კიდევ რომელიც დღეს გამოდის, ეს არის გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, რომლის ხელშეკრულებასაც ხელი მოეწერება ოქტომბრის ბოლომდე. ეს არის 15.5 კილომეტრი შემოვლითი გზის პროექტირების და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულება, რომელიც გახლავთ ჩვენი სივრცითი განვითარების განუყოფელი ნაწილი და 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან, რომელიც არის ახმეტა-თელავი-ბაკურციხე და ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც თვითონ ამ მონაკვეთებზე უსაფრთხო და სწრაფ მოძრაობას, ასევე განტვირთავს მნიშვნელოვნად იქ რამდენიმე სოფელს, სადაც სამწუხაროდ ბევრი ინციდენტები ხდებოდა ხოლმე ავტოსაგზაო შემთხვევები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს იქნება თუ არ ვცდები 38 მილიონი ლარის ღირებულების მქონე ხელშეკრულება, მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა იქნება მომავალში, ამიტომ მადლობას ვუხდი ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, რომელმაც მთელი თავისი გუნდი ძალიან ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში მომხდარიყო ამ მოსამზადებელი პროცესის განხორციელება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის გეგმა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ, რომელიც ძალიან ამბიციურია, ასეთი დინამიკით, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გავაგრძელებთ და აუცილებლად ის მაგისტრალები, რომელიც იყო ჩამოთვლილი ჩვენი არაერთი საჯარო გამოსვლის დროს, აუცილებლად დასრულდება იმ 4 წელიწადში, რომელიც ჩვენ თქვით. და ეს მონაკვეთი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა.